რა შეიძლება მოიტანოს გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზებამ და თავისუფლების განცდის დაკარგვამ. ზაზა ხატიაშვილი იქნება ჩემი პირველი სტუმარი სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო ზაზა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. Როგორ ფიქრობთ დღეს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და ზოგადად ეს თავისუფლების განცდა დგას თუ არა რისკის ქვეშ? კი, რა თქმა უნდა, რისკის ქვეშ დგას ეს. მე მინდა თქვენ ტელემაყურებელს შევახსენო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გადაწყვეტილება ევროსასამართლო ისტორიაში ეს არის ჰენდისაით დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ თქვა, რომ ჟურნალისტი თავის გამოხატულებაში შეიძლება იყოს შეურაცხყოფელი, გამაოგნებელი. ეს არის დემოკრატია 79 წელს 79 წლიდან ამ გადაწყვეტილების შემდეგ მთლიანად ევროპა გადაერთო და გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება აწყეს ამ გადაწყვეტილებას ჰენდესაიდი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ და როდესაც რომელიმე ქვეყანაში ხდებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, აი მაგალითად ავსტრიაში იყო ეგეთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტმა პოლიციელებს მოძალადე ძაღლები დაუძახა და ზუსტად ჰენდესაიდი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ევროსასამართლომ უთხრა, რომ ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ ჟურნალისტმა შეაფასა მოვლენა, იმიტომ რომ პოლიციელები მოიქცნენ როგორც ძაღლები და დაარბიეს სამოქალაქო საზოგადოება. ასეთი იყო ევროპა 79 ამ გადაწყვეტილების შემდეგ და გამოხატვის თავისუფლება ძალიან სწორი გზით მიდიოდა. დღეს საქართველოში უყურეთ რა ხდება, თუ გააკრიტიკებ მაგალითად მთავრობის წარმომადგენელს, შეიძლება ჩამოგახრჩონ. და თუ მაგალითად ბოდიში და აი თქვენ ხედავთ, რომ დაწერ კრიტიკულს ქართულ ოცნებაზე, თქვენ ინტიმურ შეურაცხყოფას გვაყენებენ, გვეძახიან, ну ხა მე ხო იმას ვერ გავიმეორებ, რას გვეძახიან, ხო? თქვენ ხო იცით? ანუ აბსოლუტურად ბოტებს აქვთ უფლება რაც უნდა ის დაგვიძახონ, თუ მე ვიტყვი რომ მაგალითად ფაშისტური რეჟიმია და ამ ფაშისტური კანონმდებლობა არის საქართველოში, მაშინვე მე თავს მესხმიან, მაგრამ მე თუ თავს დამესხმენ, ამას პასუხს არავინ არ აკეთებს და მე თუ ვიტყვი მთავრობის წარმომადგენელზე ან მოსამართლეზე, რო თქვა მოსამართლე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, 5000 ლარი დამაჯარიმებენ. ანუ მოხდა დისკრიმინაცია საზოგადოების. ერთ ჯგუფს აქვს ყველაფრის უფლება, მეორე ჯგუფს არაფრის უფლება არ აქვს. აი მაგალითად რას ემსახურება ცვლილებები კონკრეტულად იურიდიული დახმარების შესახებ კანონში? საერთოდ ჟურნალისტი და ადვოკატი ეს არის ორი თავისუფალი პროფესია, რომელზეც ხელყოფა არ შეიძლება. 1990 წელს კუბაში შეიკრიბნენ საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლები და მიიღეს გაეროს პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ. სადაც ჩაწეროს, რომ ადვოკატებმა უნდა თავისი საქმიანობა განახორციელონ შიშის, ჩარევის, ძალადობის გარეშე და სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება ხელი შეუწყოს ადვოკატის მხრიდან თავისი დამოუკიდებლად საადვოკატო საქმიანობის განხორციელებას. 90 წლიდან ცივილიზებული სამყარო მივიდა იმ აზრამდე, რომ ადვოკატი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ადვოკატის განცხადება უნდა იყოს დამოუკიდებელი და ადვოკატი არ უნდა შეზღუდო. ასევე ადვოკატთა ასოციაცია იყოს დამოუკიდებელი და ასე შემდეგ. ეხლა რა ხდება? იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფოს ხარჯზე ახორციელებს სოციალურ დაუცველი მოქალაქეების დაცვას. და საკმაოდ კარგად ახორციელებს, იმიტომ რომ ყველაზე მეტი გამომართლებელი განაჩენი იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს აქვს ამ ბოლო ხანებში. საკმაოდ კარგად დავატრეინინგეთ ეგენ მე რო თავმჯდომარე ვიყავი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გვეხმარებოდა და საკმაოდ ძლიერი ჯგუფია. წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ამ ჯგუფს, ძლიერ ჯგუფს დირექტორი დაუნიშნოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ამბობენ, რომ ეს არის უფასო იურიდიული სამსახური, საზოგადოებრივი სამსახური, ანუ უფასო იურიდიული დახმარების სამსახური, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთო პარლამენტში თქვენ. ის ფინანსდება პატივცემულო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. წარმოგიდგენია, პარლამენტში ხალხი გამოდის და ჩვენ ვაფინანსებთო. ეხლა რა ხდება? უყურეთ, პრემიერ-მინისტრი ნიშნავს დირექტორს. ანუ პრემიერ-მინისტრი დაუნიშნავს დირექტორს თავისუფალ ადვოკატებს, რომელიც არიან ადვოკატთა ასოციაციის წევრები. ყველაზე დიდი მონოპოლარი იყო იქ მონიტორინგის საბჭო იურიდიული დახმარების სამსახურში, სადაც აბსოლუტურ უმრავლესობას ვაკომპლექტებით ადვოკატთა ასოციაცია, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი, რომელიც ირჩევდა დირექტორს. და დღეს აბსოლუტურ უმრავლესობას დააკომპლექტებს სახელმწიფო და მას უფლება არ ექნება დირექტორი აირჩიოს. დირექტორს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ანუ ანგარიშვალდებული, ეს იურიდიული დახმარების სამსახური ხდება პრემიერ-მინისტრის წინაშე და იურიდიული დახმარების სამსახურში
ყველა არის თავისუფალი ადვოკატი კანონით მათ უნდა თავის საქმიანობა განახორციელონ ყოველგვარი ჩარევის, ყოველგვარი ზეწოლის გარშე ადვოკატთა კანონის საერთაშორისო დოკუმენტები ადვოკატის დაცვის თაობაზე, ვინაიდან გახშირდა ადვოკატების თავდასხმები 2025 წლის მარტში ევროპის საბჭომ მიიღო ადვოკატის უფლებათა დაცვის კონვენცია. ანუ ადვოკატის უფლებები კონვენციის დონეზე აიყვანა ევროპის საბჭომ. და საქართველოში რა ხდება? საპირისპიროდ კონვენციის მიღებიდან დაახლოებით 1 წელში საქართველოში პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ხდება უფასო იურიდიული დახმარების სამსახური. ეხლა ეს რატო არის საშიში უყურეთ? მე ზაზახატიაშვილი ავწხედავ ამას და მე ყოფილი თავმჯდომარე და ვიცი რასაც ვამბობ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გადაყვანა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში იქნება მეორე ნაბიჯი. მე დაახლოებით 2 კვირა ვამბობ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, შეაჩვევენ ადვოკატებს იმას, რომ აი პრემიერის ანგარიშვალდებულება ცუდი არ არის და მეორე ნაბიჯი იქნება ადვოკატის ინსტიტუტის გადაყვანა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში. ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს, რომ იუსტიციის მინისტრი იყო კურატორი ადვოკატთა კოლეგიაზე. ეს არის რუსეთში, ყაზახეთში, ბელარუსში. აი მე ერთ ფაქტს მოგიყვები, როცა ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე 2016 წელს მე მთხოვეს ბელარუსი მოქალაქის დაცვა, ადვოკატის დაცვა და უთხარი რომ ამოხდა მეთქი და მე ვიცავდიო ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე პრეზიდენტობის კანდიდატო, რომელიც იყო წარდგენილიო და მისი ცოლი იყო ადვოკატი და დედა ადვოკატი. დილით იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სამივე გაარიცხეთ და ცოლმა ტირილი რო დაიწყო რომ მე რა შუაში ვარო, ქმარს გაშორდით და აღადგენთო. ქმარს რო გაშირდა, მე აღადგინეს ადვოკატთა ასოციაციაში. მე ადვოკატებს ვეუბნები. ხალხო ეს საფრთხე არის. 2 კვირა გამოდივარ ზაზახატიაშვილი და ვამბობ რომ შემდეგი ნაბიჯი არის საქართველოს ადვოკატთა კორპუსის გადაყვანა იუსტიციის სამინისტროში. თუ მე ტყუილს ვამბობ, რატო ერთი ოფიციალური პირი არ აკეთებს განცხადებას? ადვოკატთა ასოციაციას თვითონ ეს მისეს საფრთხეები და საკმარისს აკეთებს იმისთვის, რომ რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს დღეს ამ ცვლილებებს. უყურეთ ჩემო კარგო, ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა განცხადება აღმასრულებელმა საბჭომ თავმჯდომარე და ყველამ თქვა რომ ეს არის დაუშვებელი, რომ ადვოკატის ინსტიტუტი არ შეიძლება ვიღაცის წინაშე იყოს ანგარიშვალდებული. ეს გააკეთა განცხადება, მაგრამ ჩვენ ადვოკატები ვართ თავისუფალი პროფესიის მატარებლები, ხო? ჩვენ ადვოკატებმა უნდა შევაფასოთ რისკები. შეიძლება სხვამ ვერ შეაფასოს, მაგრამ ზაზახატიაშვილმა შეაფასა ეს რისკები, იმიტომ რომ 8 წლის განმავლობაში მე ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ჩართული ვიყავი ამ პროცესებში, როდესაც ხდებოდა ადვოკატთა ასოციაციების გასაბჭოება. ანუ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში დატოვება, გადაყვანა, სხვადასხვა შეზღუდვები. მე ვიყავი წარმომადგენელი ყაზახეთში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოში ეს რო ხორციელდებოდა. ამიტომ ვიცი იქ რა მოხდა და ვეუბნები ადვოკატთა კორპუსს, რომ ეს მოხდება. ნუ ფიქრობთ რომ არ მოხდება, რატომ არ მოხდება, ვერ გავიგე. თუ მაგალითად გრანტების შესახებ კანონის თანახმად ჩვენ ელემენტარულად $100 რო გადმოგვირიცხოთ ვინმე, შეიძლება, რა ქვია, ციხეში წავიდეთ და სასამართლომ შეიძლება ასე განმარტოს, ეს ზოგადი ნორმაა, ხო? აქედან გამომდინარე, რატო არ დაგვემუქრება? ვამბობ ზაზახატიაშვილი, რომ ადვოკატთა ასოციაციის გადაყვანა ხდება ნელ-ნელა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში. არც ერთი ოფიციალური პირი განცხადებას არ აკეთებს. მე ვეუბნები ადვოკატებს, რომ თუ ჩვენ პრევენციული ზომები არ მივიღეთ, თვითონ ადვოკატებმა, ყველა ადვოკატმა, თუ სახელმწიფომ არ დაინახა ყველა ადვოკატის ერთად დგომა. რა არის ეს პრევენციული ზომები? პრევენციული ზომები არის, მაგალითად, უნდა შევაგროვოთ ხელმოწერები და მივმართოთ ევროპის ევროპარლამენტს ყველა იმ პოლიტიკოსის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მოთხოვნით, რომელმაც ხარი დაუჭირეს, ჩემო კარგო, ადვოკატის ინსტიტუტის დაქვემდებარებას პრემიერ-მინისტრთან მიმართებაში. ეს არის დიდი პრევენციული ზომა. უნდა მივმართოთ სახელმწიფო დეპარტამენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ვინაიდან ადვოკატი არის დამოუკიდებელი ფიგურა და გაეროს პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ არის აღიარებული მსოფლიოს მიერ დოკუმენტი და ხდება გაუმართლებელი ჩარევა ადვოკატის ინსტიტუტზე, უნდა მოვითხოვოთ ყველა იმ პარლამენტარის მაგნიცკის სიაში შეტანა, რომელმაც ხელი მოაწერა ამ უბედურებას. ამა გავაკეთე მე განცხადება, მაგრამ ადვოკატები ფიქრობენ, რომ იცით რა მათ ეს არ შეეხება. მაგრამ როდესაც შეეხება, უკვე იქნება გვიან. ეს არის ძალიან მაგარი პრევენციული ზომა. ამაზე მაგარი პრევენციული ზომა არ არსებობს. მე რო ეს არ გამეკეთებინა 2011 წელში. მე შევიტანი 2011 წელში საჩივარი მიხეილ სააკაშვილის
ხათუნა კალმახელიძის, ზურა ადეიშვილის და ვანო მერაბიშვილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაზე მივმართე ევროპარლამენტს და მოითხოვე ევროპის საბჭოდან ისეთივე რეაგირება, ევროკავშირის საბჭოდან ისეთივე რეაგირება, რომელიც მოხდა ლუკაშენკოსთან მიმართებაში. მე რომ დილით ვდგებოდი, მეგონა რომ მომკლავდნენ ეს რო გავაკეთე. მაგრამ ჩავთვალე საჭიროდ რომ ეს გამაკეთებინა, რატო იცით? იმიტომ რომ ჩემს უკან იდგა ამდენი ადვოკატი და ფიქრობდი რომ მათი თავისუფლება უნდა დამეცვა. ამის შემდეგ რა მოხდა? საქართველოს წინააღმდეგ ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, სადაც წერია რომ საქართველოში ადვოკატების დევნა არის სახელმწიფო პოლიტიკა. 10 ადამიანი ჩადის სააკაშვილის რეზოლუციის დროს იმაში რა ქვია ბრიუსელში და ეხვეწებიან ოღონდ ეს ამოიღეთო და ადვოკატები ვის დაჭერილია ყველას გაუშვებთო და ადვოკატის უფლებას აღარ დავარღვევთო. ამ პასუხს ელოდებით ქართული ოცნებისგან, ქართული ოცნებისთვის რეალურად ვუყურებთ ჩვენ რომ ევროპარლამენტი პრაქტიკულად არაფერს არ წარმოადგენს. ყოველ შემთხვევაში მათ რიტორიკაში ეს ესე ჩანს. მაგნიტსკის სიაში ამათი მოხვედრა ეს არის დაღი სამუდამო, რომლისაგანაც ვერ განთავისუფლებიან. და ადვოკატებმა თუ ეს არ ვერ გაიგეს, ეცით რა არის ადვოკატის პროტესტი რო დაფიქსირდება, ჩვენ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში ვერავინ ვეღარ გადაგვიყვანს. და რო გადაგიყვანენ, მე რაც კიდე გააკეთე. ადვოკატთა ასოციაცია უნდა იყოს ამის ფლაგმანი, ასე უყურებ? უნდა იყოს ადვოკატთა კორპუსი. ჩემ დროს იყო ადვოკატთა კორპუსი. ადვოკატთა კორპუსი გაერთიანდა და ერთად ვიდექით. ადვოკატთა ასოციაციამ განცხადება გააკეთა აღმასრულებელმა საბჭომ და თქვა, რომ ეს არის დაუშვებელი. ეს არის დემოკრატიულ საზოგადოებაში დაუშვებელი, მაგრამ ხელმოწერა რო აგრო 10%-მა ხელი უნდა მოაწეროს მაინც. დაახლოებით 700 კაცია. რო ელემენტარულად განხილვები დაიწყონ. მე მიმართვა გავაკეთე, რომ 700 ხელმოწერა გჭირდება მეთქი. ხო და თუ ადვოკატები ფიქრობენ, რომ ეს არ უნდა გააკეთონ, როდესაც სახელმწიფო დაიწყებს საუბარს, რომ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში უნდა გადავიყვანოთ ადვოკატთა ასოციაცია, მერე მაინც გამოფხილდებიან და გაიხსენებენ, რომ ზაზა ხატიაშვილი ვაფრთხილებ, იმიტომ რომ ადვოკატთა ასოციაციაში არჩევით გორ 15 კაცია, ჩვენ 700 ხელმოწერა გჭირდება. და ვეუბნები ადვოკატებს, ერთად უნდა დავდგეთ. მე იმიტომ ვიყავი ძლიერი, რომ კორპუსი იდგა ჩემ გვერდით. ყველა ერთად ვიდექით. მარტო ადვოკატთა ასოციაცია თავმჯდომარე ამას ვერ გააკეთებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ადვოკატებმა 700 ხელმოწერა გჭირდება ჩვენ. და ბოლოს კითხავთ, ვთქვათ, თქვენ ამდენჯერ მიახსენეთ, რომ ადვოკატთა ასოციაციამ განცხადება გააკეთა, გეთანხმებით გააკეთა განცხადება იმაზე, რაც უშუალოდ მას ეხება, მაგრამ არსად ჯერ არ უხსენებია და რეაგირება არ მოუხდენია, ვთქვათ, მათ შორის იმ კანონების შეცვლილებებზე, რაც თქვენ ახსენეთ, მაგალითად გრანტების შესახებ კანონის შეცვლილებებზე, მაგალითად იმაზე, რომ ახლა უკვე ღიად პრემიერ-მინისტრისგან ირაკლი კობახიძისგან მწვანე შუქი აქვს რაღაც ლეგიტიმაციისგან იძულების, რაღაც ნორმების შემოგებას ბიზნესთან მიმართებით, მეწარმე სუბიექტებთან მიმართებით, რომლებსაც ესე ვთქვათ, რაღაც ფართო ნორმა დაარეგულირებს, რომ საჯარო პოლიტიკაში ისინი ხმას ვერ ამოიღებენ თუ არა და მაშინ მათ შესაძლოა ციხე დაემქრონ და ასე შემდეგ. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ საკითხებზეც უნდა იყოს მკაფიო პოზიცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მე დაუჭირე მხარი და არის ძალიან წესიერი ადამიანი. მან დაიწყო ძალიან კარგად. მე უყურებ რაც საკეთებს, დაახლოებით 20 ადვოკატს ეხმარება, რომლის მიმართ ძალადობრივი მოქმედებები განხორციელდა. ვინაიდან მე უფრო დიდი გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გადადის იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში, ახლა ეს არსად არ მithქვია, დაურეკე მე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. და მან მითხრა, რომ თუ ეს მოხდა ზაზა, მე გამოვალ თუ ამის კონტურები გაჩნდა, განცხადებაც კი გაკეთა, გამოვალ და მთელ ადვოკატ კორპუსს გავფიცავ. მე დაურეკე მას, უთხარი, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ასეა. მან მითხრა, რომ ეს ასე არ არის. და მითხრა, რომ თუ ეს იყო ზაზა, ერთი განცხადება მაინც, ეს არის ძალიან წესიერი ადამიანი, უაღრესად ღირსეული ადამიანია ირაკლი ყანდაშვილი, ანუ ის ამას არ გეტყვით. აი მე გეუბნებით, რომ ეს მითხრა. შეიძლება ეს არ უნდა მეთქვა, ჩვენი პირადი საუბარია, მაგრამ მე ეს მითხრა. ელოდებით რომ ასე განვითარდება მოვლენები. იცით რა არის, რადგან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელსაც მე დაუჭირე მხარი, მეუბნება რომ ზაზა, მე გამოვალ, გავიფიცები და ადვოკატთა კორპუსი გავიფიცები და არავინ არ შევა პროცესზე, თუ ეს მოხდა. ეს არის უკვე ძალიან დიდი სტიმული იმისა, რომ ყველა ადვოკატი ქუჩაში გამოვალთ რა. მაგრამ მე რო ვეუბნები, რომ პრევენციის ზომები გავაკეთოთ კორპუსს 700 ხელმოწერა მჭირდება. ნუ ესენი ფიქრობენ, რომ ჯერ ადრეა. ხო და მე შეიძლება გვიანი იყოს და
უბრალოდ თქვენს ამ გზავნილებზე ახლა ქართული ოცნება საერთოდ არ დაფიქრდება, ეს მოლოდინი გაქვთ? უყურეთ, მე რომ ვამბობ, მე არა ვარ ადვოკატთა ასოციაციის უბრალოდ თავმჯდომარე. განა იმიტომ რომ მე თავს ვიკებ, მე ვარ ერთადერთი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის ადვოკატთა სამართლის საბჭოს ისტორიაში, თავმჯდომარე, რომელიც წლის ადამიანის უფლებათა ჯილდოთი დააჯილდოვეს ერთადერთი ადამიანი 1.5 მილიონი ადვოკატთან. ეგეთი რამე არავის არ ღირსებია და არ ვიცი ღირსება თუ არა, ეგ 60 წელი არის და ერთადერთი ვარ მე. აქედან გამომდინარე, ჩემ სიტყვას რაღაც ფასი აქვს. სადმე რომ ვრეკავ, მეუბნები რა შენი ზაზა ხატიაშვილი ხარ წლის ადამიანი რო გაგტი კი და ყველგან გზახსნილმა, აი მე რო ჩავდივარ, უფრო მეტად ცნობენ თქვა ევროპულ სახელმწიფოებში, იმიტომ რომ მილიონიანი გაზეთი აქვს ევროპის ადვოკატთა ასოციაცია, ეს პირველ გვერდზე გავიდა, რომ პირველ თავმჯდომარე გავხდი, ვინც ეს ჯილდო მივიღე ადვოკატ უფლებად დაცვის გამო. თუმცა საქართველოს ტელევიზიებმა ეს დამალეს, რა ქვია. ამიტომ რას ვამბობ, იცით? როდესაც მე ვამბობ, რომ ეს საფრთხე არის და ხელისუფლება არ აკეთებს განცხადებას, ესე იგი რაღაცას გულში ცუდი აქვს, ხო? მაშინ თქვა რომ ზაზა ხატიაშვილი არასწორ შეფასებას ვაკეთებ. რატო ვერ ამბობენ, იცი? ეხლა აქედან რომელი არის გადაწყვეტილების მიღები? მე თქვენ მკითხე, გეკითხები, ვინ მე მიღებს გადაწყვეტილებას იმ ერთი კაცის გარდა?